ხმაური იყო დღეს საკრებულოს ხდომაზე, სადაც დეპუტატები მერის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ. ოპოზიციური ფრაქციების განცხადებით გუშინ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელშიც მათი თქმით ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებდა, რთული დასაჯერებელია, რომ მერიაში ატესტაციის პროცესი ობიექტურად ჩატარდება. ამ მოსაზრებებს არიზიარებენ ქართული ოცნების წევრები და იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც დედაქალაქის მერიაში თანამშრომლების ატესტაცია უნდა ჩატარდეს. საკრებულოს ხდომაზე კამათი მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების განხილვას მოყვა. დეპუტატების ნაწილმა საკითხის განხილვამდე განაცხადა, რომ დებულებას მხარს არ დაუჭერდა. მათი თქმით, გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემდეგ, რომელშიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს, რთული დასაჯერებელია, რომ ატესტაცია მერიაში მიუკერძოებლად ჩატარდეს. თუმცა ეს პოზიცია არ გაიზიარეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. გუშინ მოვისმინეთ ის ჩანაწერები და მთელმა საქართველომ მოისმინა, რომელშიც ასახული იყო აი საუბარი მერიის თანამშრომლებსა მათ ხელმძღვანელებს შორის. როდესაც ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას და დანაშაულს, იგი უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ, სხვა შემთხვევაში ატესტაციის ჩატარებას აზრი არ აქვს. ყველა ის ადამიანი, რომელი ადამიანიც არა პოლიტიკური ნიშნით, პარტიული ნიშნით და პარტიული აქტივისტობის ნიშნით არის ნებისმიერ თანამდებობაზე და რა პროფესიული ნიშნით. ბუნებრივია მისი ადგილი არ არის იმ გუნდში, სადაც საქმე უნდა კეთდებოდეს. ატესტაცია არ არის ისე, ჩვენ არ უნდა გავიგოთ, რომ მაინც და მაინც ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელთაც ვიღაცა უნდა დაისაჯოს. შეიძლება ადამიანი საერთოდ წახალისდეს მისი კვალიფიკაციის ცოდნიდან გამომდინარე. ხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ დეპუტატებს ალტერნატიული წინადადება შესთავაზა, რომ ის მიხედვითაც მერიაში დაგეგმილი ატესტაცია გასაუბრების გარეშე ერთეტაპიანი უნდა იყოს. თუმცა მათ ინიციატივას საკრებულო მხარი არ დაუჭირა. საკუთარი ინიციატივა გააჟღერა ფრაქცია დემოკრატიულმა მოძრაობამაც. გაერთიანებული დემოკრატები გვაქვს ესეთი წინადადება, რომ ატესტაციის კომისიაში იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს კიდევ შენიშვნა მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რასაც ქვია გასაუბრება. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ეს იქნება უფრო ტენდენციური. ამ ეტაპზე ატესტაცია თბილისის მერიაში ჩატარდეს გასაუბრების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ტესტირების მეთოდის გამოყენებით, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეტნაკლებად ამ პროცესს ობიექტურობის ნიშანწყალს შეძენს. აუდიო ჩანაწერების გამო საკრებულოს დეპუტატების ნაწილი მერიის თანამშრომელთა ატესტაციას უნდობლობას უცხადებს გუშინ გავრცელდა. ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი ხაბურძანიამ გავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ხელმძღვანელი სამსახურიდან წასვლის მოთხოვნით მასზე ზეწოლას ახორციელებს. ეს ის საკითხი იყო, რაზეც დღეს გეგი ნიჟარაძე საკრებულოს ურბანული კომისიის ხდომაზე პასუხების გაცემა მოუხდა. თუმცა მან სხვა კომენტარი გააკეთა ხდომათა დარბაზში. მე იქ კარგად მოუწვდით საფეხურით ან მოთმენ არ შეიძლება ჩვეულებრივი საუბარი იყოს სად არის ის ზეწოლა რომ მე ხამურზანია შეუნერი რომ დაწერე შენ განკარგა და თავსავსავ და რატომ მაინც და მაინც ხამურზანია იქ მუშაობს 130 კაცი. შემდეგ უკვე ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა. რას ნიშნავს ფრაზა შენი სამსახური უშენოდ უკეთესად იქნება, იქ იყო ესეთი ფრაზა? მე იქ ასეთი ფრაზა ვერ მოვისმინე სამწუხაროდ, ბოლომდე არ მეყურები ამ ჩანაწერისთვის და შესაძლებელია იქ რაღაცა იყოს ჩამატებული, მე არ გამოვრიცხავ ამას. მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულებაზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, საკრებულომ დოკუმენტი 37-ით 6 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. დებულება კომისიის მუშაობის წესგასაწყოს. მასში დღეს ერთადერთი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც კომისიის მუშაობაში საკრებულოს წევრებიც ჩაერთვებიან.